თაკო, როდესაც რთული სიტუაციები გაქვს და დაძაბული პერიოდია, ამ დროს როგორ იღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს? გააჩნია სიტუაციას და განწყობას იმ მომენტში შეიძლება მოვიქცე მართებულად, როგორც ვისწავლეთ და არაერთხელ მიმოვიხილეთ, დავასათაურო, რა მაქვს გასაკეთებელი, დავსახო გეგმა, ანალიზი გავაკეთო, სცენარები შევიმუშავო და იმის მიხედვით მივიღო გადაწყვეტილება. მაგრამ ხშირად არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც გავიჭედები, ვტრიალებ ესე, საკუთარ თავში ვფიქრობ ძალიან ბევრს და შეიძლება საერთოდ არაფერი გავაკეთო თვეების განმავლობაშიც კი. და როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაც გაფერხებს ხოლმე და ესე უკან გწევს? ისევ ჩვენ მიერ განხილული ეპიზოდების და წიგნებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს არის შიში. შიში, რომელიც თან დაგვდევს მუდამ, მაგრამ არ ვაღიარებთ ხოლმე. ენიაგრამას ეპიზოდის განხილვის დროს ჩვენ შიშებზე ბევრი ვისაუბრეთ და სხვადასხვა ტიპის შიშიც განვიხილეთ, როგორ ვლინდება, რა ფორმით ვლინდება, ძირითადად რა ბრძოლები გვემართება ხოლმე შინაგანად და ძალიან საინტერესო იყო. მაგრამ დღეს ჩვენ შიშებს კიდევ უფრო ღრმად მიმოვიხილავთ, ვიმოგზაურებთ შიშების და აჩრდილების სამყაროში და ჩვენ გვყავს სტუმარი ლაშა პაპაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ლაშა აქ მოსვლისთვის და მინდა ასეთი კითხვით და თემით დავიწყოთ, რომ რა არის ეს შიში და სად ბუდობს ეს შიში? მადლობა მოწვევისთვის, თემისთვის, საინტერესო თემაა ჩემთვის ალბათ. საყვარელი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რეალურად შიში გავატარე და საბოლოო ჯამში ეს გახდა მე იმის საშუალება, რომ მე სხვა ადამიანებისთვის გამიწე დახმარება ამ შიშებიდან გამოსვლაში. სად ბუდობს ხო შიში? ვფიქრობ, რომ სულში, იმიტომ რომ მე ზოგადად ვთვლი, რომ საბოლოოდ ყველაფერი სულიდან იწყება და სულით მთავრდება. და რასაც ვახსენებთ ხოლმე, ქვეცნობიერს შეიძლება დაუძახო კიდევაც სული. სადაც ცხოვრების რაღაც მონაკვეთებში ჩაიბუდა, ასე ვთქვათ, სიტუაციურად შიშმა და დღეს რაღაცა მსგავს სიტუაციებში გონებიდან მიდის სიგნალი, რომ რაღაცა მსგავსია და იქიდან მესიჯი მოდის, რომ მართლაც რაღაც საფრთხეა რა, სინამდვილე შეიძლება აბსოლუტურად არ წარმოადგენდეს საფრთხეს. უბრალოდ ჩვენი ესე ვთქვათ დაშინებული ქვეცნობიერი ასოცირებს, რომ რაღაცა ისევ ის საფრთხეა, რომელიც ეტკინა, როდესაც ეტკინა და შესაბამისად თითქოს და იცავს თავს, რომ იგივე ტკივილი არ გაიაროს და რაღაცა სიგნალს აძლევს ხელში, რომ რაღაცა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგევართ. თუმცა ხო გეუბნებთ, ეს საფრთხე შეიძლება აბსოლუტურად რეალობას არ წარმოადგენდეს და უბრალოდ გადმონაშთი იყოს, ასე ვთქვათ, წარსულიდან. ანუ ჩვენი გამოცდილებებიდან მოდის ხოლმე ხშირად და რეალობას ცდება. ამის თქმა გვინდა? კი, ეს მოდის ჩვენი გამოცდილებებიდან, წარსული ცხოვრებიდან და ხშირად მით უმეტეს დღევანდელი ადამიანი არარეალურ შიშებს განვიცდით რა. ისიც რომ აი ძველი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაიგივებ, რომ შეიძლება ესეც მსგავსი სიტუაცია და თუ ძალიან მეტკინა წარსულში ირთვება ეგრევე განგაში, რომ აქ აღარ შეხვიდე რა. თუმცა, წარსულში შეიძლება ის ოთახი მართლა საშიში იყო, მაგრამ დღეს უკვე მსგავსი ოთახი საშიში აღარ იყოს რა. ლაშა, შენ ახსენე სულიერება და სანამ პოდკასტის ჩაწერას დავიწყებდით, ვფიქრობდი, რომ როგორ წარვადგინო ჩვენი სტუმარი და ასეთი რამ გითხარი, რომ მე ვარ სულიერების მასწავლებელი. რას ნიშნავს ეს სულიერების მასწავლებლობა და რა როლი უკავია აი ამ სულიერების მასწავლებლობაში შიშს? ხო, თავიდან დავიწყე კოუჩინგით, მე თვითონ როგორც ვახსენე, ასე ვთქვათ,
ძალიან ბევრი წლები შიშები და პანიკურ შეტევებში გავატარე მძიმე ფორმებში. პლუს ამასთან ახლდა დამოკიდებულება მძიმე ნარკოტიკებზე. და საბოლოო ჯამში ცხოვრებამ რომ ჩამახსნევინა ეს რაღაცები დავიწყე ამ შიშებიდან გამოსვლა და მოკლედ რაღაცები ვისწავლე, კოუჩინგი, ფსიქოლოგია ნაწილობრივ. დავიწყე მუშაობა, ასე ვთქვათ, ჯერ გამოვიყვანე ჩემი თავი ამ მდგომარეობიდან, თუმცა ბოლომდე ამიდან გამოსვლა ალბათ შეუძლებელია. და მერე დავიწყე ადამიანების დახმარება, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც რეალურად რაღაცა. მერე მოხდა ისე, რომ იოგა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ასევე ძალიან ბევრი წელი ვაპრაქტიკე და გავხდი იოგის მასწავლებელი და ბოლოს უკვე 2 წელია გავხდი 1 წელია ბოლო დამოკიდებულის მენტორად. ანუ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ მივედი იქამდე, რომ არსებობს დამოკიდებულების დაავადება და რეალურად ეს არის სულიერი დაავადება და აქედან უნდა დავიწყო ვაფშე ყველაფერი. ამ წლების განმავლობაში, ალბათ ეს 7 წელი მიმდინარეობს ეს ყველაფერი, მივედი იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ვიგრძენი სული. ვიგრძენი სული იმ გადმოსახედიდან, რომ გრძნობები აბსოლუტურად დაკარგული მქონდა, სიყვარულს ვერ გრძნობდი. და შესაბამისად მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაიყინა და მეგონა, რომ ეს ყველაფერი გონებიდან მოდის. ანუ მე თუ რაღაცა მოვინდომებ, რომ ეს ადამიანი შევიყვარო და რაღაცა ვიზრუნებ ამაზე, მე შევძლებ ამ ადამიანის შეყვარებას. თუმცა ესე არ აღმოჩნდა, ანუ სიყვარული არ არის ეს გონებრივი და სხეულებრივი, ეს არის სულიერი მდგომარეობა. და სულიერი მდგომარეობა მე ყოველ შემთხვევაში მესმის, რომ შეივსება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთით. შესაბამისად, ჩემთან სული ღმერთთან ასოცირდა, რაღაცა ეს მისი ნაწილია და შესაბამისად ჩემში ეს ცოცხლობს. მოდი რა, ყველაფერი ბევრი რო არ ველაპარაკო, ვიგძენი რეალურად, რომ სული ვიგძენი რა. სული რო ვიგძენი, შესაბამისად მივხვდი, რომ აქ არის ყველაფერი რა. და სული არის, გრძნობები რა, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა რა. ხო. რაც არ უნდა მე ხა ვივარჯიშო რაღაცეებით, აი მოახსენეთ, სანამ დავიწყებით, რომ ChatGPT-ს რო ვკითხო, დამილაგებს თავიდან ბოლომდე, რომ აი ესე თუ გააკეთებ შენ 1 წლის თავზე, ასე ვთქვათ, მაგარი წარმატებული და მაგარი მოსიყვარული და ასე ვთქვათ ტიპი იქნები, მაგრამ შემიძლია რომ ეს გავაკეთო, ხვალ მაქვს ძალა რომ ავდგე და რეალურად ეს გავაკეთო. ანუ ჩემი სული უნდა გახდეს მყიფე, ენერგიით სავსე. სულ შეიძლება ენერგიას დავარქვათ, სასიცოცხლო. აღმოსავლეთში სასიცოცხლო ენერგიას ეძახიან, ჩვენ ქრისტიანობაში ამას სულს ვეძახით და ხო, ამის სიმტკიცეა საჭირო რა. და ეს ვფიქრობ, რომ მე ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარეგანი ძალებითაც მავსებს რა. მოდი, აი დავბრუნდები ახლა შიშთან. და შიში რა როლს თამაშობს აი ამ პროცესში, რომელი პროცესით შენ აღწერე? სად იყო შიში? შიში ზოგადად ჩემ შემთხვევაში და არა მარტო ჩემ შემთხვევაში, რაღაც აი აქ მესამე ჩაკრის ადგილზე, შეიძლება ითქვას, ეგოს ადგილზე ბუდობს. თუმცა კეტავს, ყველა, ასე ვთქვათ, ჩაკრას. თუ ახსენეთ ღმერთი, მოდი ცოტა ისე კიდევ უფრო მეტად სულიერებისკენ წავიდეთ. დამოკიდებულების დაავადებაში გვაქვს ჩვენ ესეთი ტერმინი, ხო, დამოკიდებულების დაავადება. ქრისტიანულ ჭრილში რო გავიხიდოთ, ეს არის ეშმაკი. უბრალოდ სხვა სახელი ქვია და ამას ეს. ყველაზე ძლიერი ამ დამოკიდებულების დაავადების და, ქრისტიანულად ეშმაკის და ასე ვთქვათ, დემონის
იარაღი არის შიში. ანუ თუ იგი მამყოფებს შიში, იგი მართავს. შესაბამისად, ანუ ყველაფერს ცდილობს, რომ მამყოფოს ამ გრძნობაში. და როგორც ვიცით, ესე უბრალოდ ზედაპირულად რო განვიხილოთ, ქვედა ჩაკრები 3 არის მიწიერი ჩაკრები და შეიძლება ითქვას დემონურს არ დავარქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არასულიერი და ზევით იწყება სულიერი. სადღაც სიყვარული როაქ არის, ხო, ქვევით შიში არა დაახლოებით რა. აი ქრისტიანობაში ხმარ რომ კიდევ დაეცა ადამიანი, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ენერგია ამ 7 ჩაკრა რაც არის განლაგებული ჩვენს სხეულში დავარდა და არის აი ამ ქვედა ჩაკრებში რეალურად რა. ჭამასმა, სექსი და ასე შემდეგ რა. იმიტომაც ითვლება რომ რაღაც ცოდვილი ჩაკრებია რა, მიწიერ ჩაკრებს რო ეძახით. და ამაში თუ არის ადამიანი მძიმეა, მძიმეთ არის. შესაბამისად, მძიმე გრძნობებსაც ატარებს, როგორც არის შიში, დარდი, წყენა გაბრაზება, შური და ასე შემდეგ. ანუ აი აქ ბუდობს, კითხვას თუ გავეცი ხო? და ერთ კითხვას დავსვამ კიდევ თაკო და მე ვიცი რომ ბევრი კითხვა გაქვს შენ გააგრძელე. რამდენიმე შენი პოდკასტი მოვისმინე და ერთ-ერთ პოდკასტში შენს წარსულ გამოცდილებაზე საუბრობ იგივე მძიმე ნარკოტიკებთან და ეს 90-იანები წარმომიდგა თვალწინ და ის რთული პერიოდები რაც ჩვენ გავიარეთ, ხო? რა სიტუაციაშიც ვიყავით ეს რაღაც არაადამიანური დამოკიდებულება, მძიმე ნარკოტიკები, ქურდობა, ყაჩაღობა და შიში ამოძრავებდა ამ ყველაფერს? კი, თავიდან საბოლოო ვერ ხვდებოდი რეალურად რატო მოქმედებდი, რასაც მოქმედებდი და მძიმე წლები გავიარე, ბანდიტიზმი, ქურდობა, ნარკომანია. არ იყო ადვილი, ძალიან მძიმე წლები იყო და დღევანდელი გადმოსახედიდან რასაც უყურებ, ამ ყველაფერს შიშით ვაკეთებდი. თან არ ვაღიარებდი, რომ რეალურად მეშინოდა. თუმცა მაშინ მე რო გადავრჩენილიყავი, სხვა გზა გამოსავალი არ ვიცოდი და გარშემო რაც იყო რაღაც გადარჩენის მეთოდები, მეთოდოლოგია, ქუჩური, შესაბამისად ყველა ვინც ქუჩაში ვიყავით, მივდევდით ამას. თუმცა დღეს რო უყურებ შიშის გამო რომ არ დავღუპულიყავი ასე ვთქვათ, ჩემზე რო არ გადაიარა ამ ყველაფერს, ვაკეთებდი ამ ყველაფერს, ხო, შიშია და საბოლოო ჯამში, როგორც ვახსენე, შეპყრობილი ვიყავი ბოროტით და ბოროტის თავარი იარაღი იყო შიში. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მოცული ვიყავი ამ გრძნობით რა, რაც მერე მოხდა ისე რომ პანიკური შეტევები დამეწყო და ვეღარ გაუძლობს იქიდან რეალურად რა აირია და აბსოლუტურად გაღვიძების მეშინოდა მაღაზიაში ჩასვლის ადამიანების მეშინოდა აი ესე შემოვიდა მთლიანად ეს ენერგია შიშის მოიცვა მთელი ჩემი სულიერება და სხეული რა გონება სული ყველაფერი შემოვიდა რა ასე ვთქვათ რა და დღესაც უფევს გარკვეულწილად, თუმცა დღეს რაღაცა ყოველდღიური ვარჯიშით ეს არ არის მარტო ფიზიკურზე ლაპარაკი, სულიერი ვარჯიშით, ფიზიკური ვარჯიშით, როგორღაც უმკლავდები ამას და რომ ავიღოთ პროცენტულად სიტყვაზე თუ იყო 100% მთელი ჩემი ცხოვრება შიშით და იყო 100% სულ შიში ვიყავი. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ იკლებს ეს შიში პროცენტულად და უკვე შესაძლებელი ხდება ცხოვრება რა. მართალი რო გითხრათ, რომ დაგინახეთ პირველად ნამდვილად არ დატოვებდი აკეთე თავჭილებას, ძალიან დადებითი აურა, ისეთი სასიამოვნო განწყობა შემოიტანე და მართლა ძალიან ღირებულია რომ ამდენი შრომა ჩადე მაგაში წარმოუდგენელიც კი არის რომ ისეთი იყავი და ახლა ასეთი ხარ ხო როგორ დასძლია შიში აი როდის დაიწყო გარდატეხა ან რა მოიმოქმედე იმისთვის რომ გამოსულიყავი მაგ მდგომარეობიდან მადლობა შეკითხვისთვის პირველი ეს იყო დაახლოებით
მივყვები მაშინ თანმიმდევრულად ისტორიას მოხდა ისე რომ დამიჭირეს და მოხდი ცოტა ხნით ციხეში, ანუ ფსკერს ვეძახით ჩვენ დამოკიდებულებაში ამას მოხდა ჩემს ცხოვრებაში ფსკერი და რაღაცა მაღალი ძალის დახმარებით მოხდა ისე რომ არ დაურჩი ასე ვთქვათ ციხეში და გამომიშვეს. და მოხდა ისე რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა, რომ ნარკოტიკები უნდა ჩამეხსნა, თორე სხვა გამოსავალი რეალურად არ იყო რა. მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა, იმიტომ რომ სხვაგვარად ჩვენ დამოკიდებულები ვერ უშვებთ ხოლმე ხელს რა ამ რაღაცას და გაუშვი ხელი და ეს როგორი რაღაცა იცით, რომ აი რჩებით მუზარადის გარეშე, დაცვის გარეშე რა. ნარკოტიკი იყო, რომელიც რეალურად ამ შიშს გარკვეულწილად მიფარავდა რა და ესეც რომ მოიხსნა, აი გაშიშვლებული დაურჩი რეალურად ამის წინაშე და ერთ წელი გავატარე სავარძელში, ანუ არც ვაფშე რა ოვაში რუსულად იტყვიან კომბოსტოსავით ვიდექი, ანუ გაუნძრევლად არაფული, არა ყველა დავკარგე აბსოლუტურად, რაღაცა ისე მოხდა რომ მარტო ერთ-ორ ადამიანს, ვისაც ჯეროდა ჩემი, არ მიშვებდა ხელს. ჩემი მეუღლე, მადლობა მას დამეხმარა ძალიან ამ ყველაფერში. და შიში რა, სულ შიში, სულ, ვაფშე ყველაფრის მეშინოდა აბსოლუტურად. და მოხდა ისე რომ მეუღლემ რაღაცა ფსიქოლოგიური პოდკასტები, რაღაცები და რუსულენოვანია ჩემი მეუღლე და რაღაც ვიდეოს მიგზავნიდა ამასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა ფსიქოლოგი, უკრაინელი ფსიქოლოგი, პაվել ფედერენკო და რაღაცა ვიდეოებს უყურებ და ეს შემთხვევით არ ხდება არაფერი, ეს ერთი მაღალი ძალა იმდენ რაღაც კომბინაციას ატარებს, რომ მე რეალურად ეს არა მხოლოდ გადახსნა, უბრალოდ მოусმინოთ, შეიძლება გადახსნილი მქონდა 1000 ჯერ ეს. უბრალოდ რაღაც მომენტში მზაობა უნდა მქონდეს, რომ ამას მოусმინო რა. თორე არ მჯერა არაფრის, რომ ვაფშე არაფერი არ არსებობს, რომ ესე უნდა გავატარო მთელი ცხოვრება, მაგის გჯერა რა. და დავიწყე რაღაცა მეთოდები ქონდა პრაქტიკული ამ შიშებიდან, თვითონაც გავლილი ქონდა პანიკური შეტევები. არის ძირითადი მთავარი პრაქტიკა, მე დღესაც ვიყენებ ხოლმე ჩემს იმაში შიშების გამოძახება, ესეთი არის პრაქტიკა. საღამო ხანს ყოველ დღე დანიშნულ დროს გადიხარ, ცალკე ოთახში წვები და ყველაზე საშინელ შიშს ატრიალებ შენ თავში. ან წარსულიდან, ან მიმდინარე რაც გაქვს. და თან ამძიმებ თავის სისხლებით რაღაცა და ბოლოს კვდები რა. ანუ შიშის ძირი სიკვდილიაო და იქამდე უნდა მიხვიდეო რა. ანუ ეს წარმოსახვაში ხო? წარმოსახვაში ხო. და ეხა როგორია რომ რაღაც სიტყვაზე გეშინია შვილის გარდაცვალების და უნდა მოკლა შენ თავში შვილი ყოველ დღე რა. ან ცოტა სადიზმი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პრაქტიკით ხდება გაუბრალოვება აზრის შენ თავში. ანუ შენ მერე ხვდები რომ ეს უბრალოდ აზრია და არა რეალობა. და ამას შენ ნებით რო აკეთებ უკვე ცნობიერად, ეს ძალას კარგავს. და მერე გეცინება კიდევაც რომ ვაბჟერებზე არის ასევე შიშების სტატისტიკა, ესე იწერება მიმდინარე შიშები, რისიც მეშინია, ფურცელი იყოფა აქეთ შიშები და აქეთ გამართლა თუ არ გამართლა და ყოველ საღამოს უწეროთ დღეს თუ მეშინოდა რაღაც ზაღლი მიკმენდა, გამართლა თუ არ დღეს თუ მეშინოდა რომ აივნიდან გადავხტებოდი, გამართლა თუ არ გადახდა და ან რაღაც მეტროში სულად გავხტებოდი და საბოლოო ჯამში მე თვის ბოლოს ნახულობ რომ არ გამართლა, ანუ სტატისტიკას აკეთებ რეალურად და მე ცნობიერად რომ უყურებს გონება რომ სტატისტიკურად არის 97% არ გამართლდა. არ მართლდება, ხო. ანუ ტყუილია აბსოლუტურად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზია. საინტერესოა და დავბრუნდები წინამდებარე ისტორიაში. შენ თქვი რომ იმ დროს 90-იანებში ეს იყო ჩემი გადარჩენის მექანიზმი, რომ ასე მოქცეულიყავი, თუნდაც ბანდიტობა, თუნდაც ნარკოტიკები და ასე შემდეგ, რომ შიშმა მაიძულა რომ გადარჩენის ეს გზა ამერჩია. ასეა? შიშმა მიიღო შენს მაგივრად გადაწყვეტილება, რომ ამ გზაზე დამდგარიყავ. კი, შიშმა მიიღო და შიში იყო ის ხმა, რომელიც აბსოლუტურად მართავდა ჩემს ცხოვრებას და ეს ხმა, რასაც მე უნეოდა, რომ შენ ახლა ადგები და ამას გააკეთებ, იმას გააკეთებ,
ბოროტებას ჩაიდენ თავდაცვისთვის, დამკვიდრებისთვის, ან ადგები და წახვალ მოიხმარ ნარკოტიკს, იმიტომ რომ ესეც გჭირდება რეალურად რომ შენ აქედან იყო მყარად, ასე ვთქვათ, რაღაც ძლიერი იყო. ადგები დააკეთებ რა. ანუ ჩვენ ვიცახით ხოლმე, რომ მაშინ არჩევანის უფლება არ ქონდა, იმიტომ რომ 100% რაღაც ბოროტი ენერგია რო გმართავს და თუ არ ჯამნართელდება ადამიანი, ფაქტურად არჩევანი არ აქვს რა. ანუ მის კლანჭების ქვეშ არის და გაკეთებინებს იმას, რასაც არის. კითხვა მაქვს. ოღონდაც ცოტა სხვანაირი. აი თქვათ ჩვენ გვისაუბრია და თუ არ ვწდები ზუსტად ამაზე მქონდა კომენტარი გაკეთებული ერთ-ერთი წიგნიდან, რომ აი პროკრასტინაცია, სიზარმაცე, ასე შემდეგ ხშირად შეიძლება მოდიოდეს შიშიდან. რამდენად ეთანხმები ამას და მაგის მერე კიდე ერთი კითხვა მაქვს. უფრო კაი იქნებოდა ჯერ ის დამესვა, მაგრამ პროკრასტინაცია და შიში, ხო? ზოგადად ჩვენი გონება, თუ გონებაში ცხოვრობს ადამიანი, იმიტომ აწვევს სულს, რომ რეალურად მე მინდა გონებიდან გადმოვიდე და ვიცხოვრო სულით. სულს თავისი ენერგეტიკული მენტალიტეტი გააჩნია რა, გონება, თავისი გონება რა. შეიძლება ის თქვა სულიერი აზროვნება, ასე ვთქვათ რა. თუ მე ჩვენი გონება ის ტიპია, რომ რეალურად ცხოვრობს წარსულით. და დღევანდელი ადამიანის გონება მოწყობილია ისე, რომ გადარჩეს. იმდენად სტრესული და ისეთი კაპიტალისტური რაღაცა ის არის, რომ რაღაცა უნდა გადარჩეთ ეკონომიკა, რაღაცა ძლიერი უნდა იყოს, სამსახური მოასწრო ყველაფერი და ასე შემდეგ. და ამ რეჟიმში მცხოვრები ადამიანის გონება არის სულ დაშინებული. რა კუთხით? იმიტომ რომ რაღაც წინა დღე ქონდა რაღაცა, ხო, აკეთა ეს, ადგა დილას, ავიდა სამსახურში რაღაც კარგად იშრომა, ზედმეტებიც გააკეთა, რომ უფროსებს რომ სამსახურიდან არ გამოაგდონ, თუ 10 საქმე ქონდა 15 მოასწრო, რომ რაღაცა უნდა მოასწროს და ასე შემდეგ და ბოლოს მიდის სახში, თან გადატვირთული და შესაბამისად დასტრესილი და რაღაც და გონება საღამოს თulis რომ ამ დღეს გადარჩა. ანუ აი ეს დღე ისე გაატარა რომ დღეს გადარჩით. შესაბამისად თუ გადარჩენის რეჟიმში ადამიანი თulis რომ მეორე დღეს რაც უფრო წინა დღეს დავამსგავსებ, ესე იგი ხვალაც გადარჩები და ცდილობს რომ მაქსიმალურად სიზუსტი დაამსგავსოს წინა დღე. და შესაბამისად გამოდის რომ მე ახლის კეთება რაღაცის, ხო, ჩემთვის არის საშიში რა. დისკომფორტი. ხო, იმიტომ რომ ვაირო აქ ისეც არ წავიდეს და ვეღარ გადავრჩი, იმიტომ რომ ახლა ესეთი გონებისთვის ნებისმიერი სიახლე ახალი. შესაბამისად ახალი რაც მოდის, მოდი რა ხვალ ვიზავ რა, ზეგვიზავ, იმიტომ რომ მეშინია რა, ამ ოთახში შესვლა მეშინია რა, არ ვიცი რა იქნება და გუშინ ამ ოთახში რო ვიყავი, კი რაღაცა მეტკინა, რაღაცა, მაგრამ გადავრჩი რა. როგორც იქნა, ხელფასით ჩამერიცხა, არ დავკარგე სამსახურით, შვილებიც რაღაც მშივრები არ არიან და ასე შემდეგ რა. და შესაბამისად მე თუ ამ რეჟიმში ცხოვრობ, ღმერთი მიდევს აიზე წინ, მაგრამ ვერ ხედავ რა, იმიტომ რომ მეშინია რა, იმიტომ რომ მე მინდა ვიცხოვრო აი ეს, აი ცხენს რო აქვს ეს, ხო იცი, ეს აფარებული, აქედან სიახლეები მოდის, შესაძლებლობები მოდის, მაგრამ ვერ ხედავ რა. ამიტომ აქედან უნდა გამოვიდე, ამ გონებიდან უნდა გამოვიდე, დავხვიჭო თვალები, მედიტაციაში გავიდე, ეს სარეცხის მანქანა გონებრივი გავაჩერო, ჩამოვიყვანო ერთ ბრუნზე და მერე გავიგებ ღმერთის ხმას. ახლა დავბრუნდები კიდე ერთ, ანუ აი მანამდე რაზეც ისაუბრე და მაშინაც ახსენე ღმერთი და სულიერება, ის რომ აი ვთქვათ ერთი წელი არაფერი არ აკეთე, ვერ აკეთე, სანამ არ ნახე ერთი პოდკასტი, ერთი არ მოისმინე, სხვისი აზრი არ გაიგე და ასე შემდეგ.
მაგრამ აი ეს ფაქტი, რომ მოგინდა რომ უკეთ გამხდარიყავი და კარგად გამხდარიყავი. ეს ხო შეიძლება, ანუ ჩემი გადმოსახედიდან, ან ჩემი პირადული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაც რომ ეზარება, ან არ მინდა გაკეთება, ან ძალიან კომფორტის ზონაში ვარ, არ მინდა ხოლმე, ანუ მამოძრავებს შიში, რომ აი რაღაცა უკეთეს დავკარგავ, რაღაცა უკეთესი მელოდება და აი ის შიში მამოძრავებს გარკვეულწილად რა, რომ ეს ჩემი სიზარმაცე დაუძლიო, ჩემი პროკრასტინაცია დაუძლიო, რომ გავიდე გარეთ, შევხვდე მეგობრებს, რაღაცა ახალი ვისწავლო და ასე შემდეგ. ანუ ესეც გარკვეულწილად არის შიში, ოღონდ ამ შემთხვევაში როგორც გზამკვლევი, როგორც შენ ეძახი. ეს ხო არ იყო შიში იმისა, რომ კარგავდი ცხოვრებას და ბოდიში გამოთქმისთვის და უსარგებლოდ იჯექი, ხო? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ შიშმა გაიძულა, რომ გადასულიყავი სულიერებაში, ან დაგებრუნებინა ცხოვრება, ან აგეწყო ახალი რამ. საინტერესო კითხვა, ხო, ანუ რეალურად შიში შეიძლება თუ ჩავთვალოთ, რომ შეიძლება დამეხმარა კიდევაც აქედან გამოსვლაში, ხო? ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა არაფერი არ მოგვეცემა, თუნდაც ის მდგომარეობები, რაშიც მე გავიარე და ეს შიშები, ალბათ, უნდა გამევლო და ბუნებრივია განაპირობებდა კიდევაც ზუსტად ეს შიში აქედან გამოსვლას. ვერ ვიხსენებ მართალი გითხრათ, რამ განაპირობა რომ აქედან ხო, ალბათ, სიკვდილის შიშმა რეალურად რომ თუ მე ესე გავაგზელე, ბოლოს, რეალურად, რაღაცა ამ უსარგებლობისგან და ამ რაღაცებისგან მოვკვდები. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ იქ რაღაცა სხვა მექანიზმები ჩაერთვა და ღმერთი ვახსენე რა და ღმერთს ვახსენებ დღე და ღამე და მუდმივად და სულ მაგასთან მაქვს კონტაქტი და დავამყარე მადლობა ღმერთს კონტაქტი და ყველაფერში ვიხმარიებ და მჯერა იმის რომ იმდენად ბევრი რაღაცა გაითვალა ჩემ დაუნებურად ჩემ ცხოვრებაში იმდენად უნდა მომკვდარიყავი სამჯერ გავცოცხლებულიყავი თავი გამეტეხა იქ რაღაცა წარუმატებლობა შემთხვეოდა რაღაცა მოკლედ მომაჯახა ცხოვრებამ რომ იმ ვიწრო ხრელში გავსულიყავი რომელსაც ქვია გამოჯამრთელება სხვა შემთხვევაში მე შანსი არ მქონდა ხო გეუბნები ვახსენე სიკვდილის სამჯერ ვარ მკვდარი ზედოზირებით ერთხელ ოდესაში მორგში გავიღვიძე 8 საათი მკვდარი ვიყავი და ხელს არ მკიდებდნენ და რაღაცნაირად ღმერთი ჩამოვიდა იქ რაღაცა ჩემი მეგობრის ხელით ექიმს $100 ჩაუდო რომ ერთი მიათეთ კიდე ნარკანი გაეკეთებინათ რომ ამომესუნთქა და მართლაც ესე მოხდა ხო და ანუ მე იქ არაფერს არ წარმოვადგენდი. ანუ იმ საوردილში რომ ვიდექი, ანუ ჩემს დაუნებურად იქ რაღაცა პროცესები მიმდინარეობდა სულიერი და აი რაღაცა ხო გეუბნებით ალბათ საჭირო დროს გავხსენი ტელეფონი და ნახე ეს ვიდეო როცა მზად ვიყავი, თორე ეგეთი ვიდეოები ფსიქოლოგებთანაც ნასიარულები ვიყავი 1000 მოსმენელიც მქონდა, მაგრამ არ მქონდა მაგის მზაობა და ბუნებრივია ეს ტკივილი, ფსკერი, ის რაღაცა ასაკი, გამოცდილება, ეს რაღაცა ყველაფერი ერთად ქმნის, რომ აი იმ მომენტში შეიძლება ამ ადამიანს რაღაცა ეშველოს და მთელი მექანიზმები მუშაობს რა. შეეხება ეს ცალსახად თქვა რომ მარტო შიშმა განაპირობა მეთქი, ალბათ არა. ხო. თუმცა შიშთან დაკავშირებით გავუსვა ხაზი რომ ზოგადად კარგია თუ ცუდია რა შეიძლება დაისვას ხო ესეთ შეკითხვა შიში რეალური შიში რა თქმა უნდა კარგია იმიტომ რომ უსაფრთხოებას გვაძლევს და რაღაცა თავი რო არ მოვიკლა და რო არ გადავხტე ბუნებრივია მაგრამ ეგეთი რეალური შიშები აი დღეს არსებობს ძალიან ცოტა რა მართლა რა და მე კიდე რა ვიცი მთელი ცხოვრება მეშინო და
აი რაღაც თვის ჭრილში რო ვიღო, მთელი თვე მეშინოდა, რომ რაღაც თვის ბოლოს ის არ მომხდარიყო და სინამდვილეში ის არ ხდებოდა. ანუ გამოდის რომ მთელი ცხოვრება ვატარებთ შიში, მაგრამ პროცენტულად ვახსენე, რომ 97% არ ხდება რა. აი ეს არის, რაღაცა არეული ფსიქიკის ადამიანის პროცენტულობა, თორე ნორმატიულ შეიძლება 50-50 კონდეს რა. ანუ არც მაგდენის არ და გეშინოდეს რა რეალურად რა. არ ვართ რაღაც პირველყოფილ, საიდან მოდის შიში ხო? ძველი პირველყოფილი იქიდან, რაღაც მამონტებს რომ კლავდებოდნენ ადამიანები, მაგ დროს ჩაისახა და დღეს არ არის ეგ ცხოვრება. კი ომია იქ, მაგრამ ესე ყოველდღიურობაში არ გვაქვს რეალურად ეს საშიშროება, რასაც ჩვენ განვიცდით რა. უბრალოდ აქეთკენ მიდრეკილები ვართ ადამიანი რა. ამიტომ არ არის სასარგებლო, მინდა თქვა შიში, იმიტომ რომ ბევრს განვიცდით არარეალურს რა. არარეალურს. ნიშნულოვანი რამ ახსენე შენ, რომ ჩამოვწეროთ შიშები და გვერდზე სტატუსები მივუწეროთ დღის ბოლოს. რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი და ამით ალბათ გაცნობიერება უფრო მოხდება, რომ რა იყო ნამდვილი შიში, რომელმაც მე დამიცვა და უსაფრთხოება მომიტანა და რა იყო შიში, რომელმაც მე ესე უკან დამხია და მე ალბათ ძალიან ბევრს ნანობთ ხოლმე ადამიანები და შენის ნებართვით აი ერთ კითხვას დაგისვამ. თუ გინდა გვიპასუხე, თუ არ მოგეწონება კითხვა არ გვიპასუხო. აი ამ გადმოსახედით, ამ ასეთი დახუნძლული ისტორია მოყევი და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გულწრფელობისთვის. ამას დიდი სითამამე უნდა რომ ასე გულწრფელად მოყვე რა შიშები და სიტუაციები გამოიარე. ჩემი კითხვა იქნება ასეთი, რომ აი ახლა რო შეხედო ამ შენ შიშებს, რისთვის გადაუხდიდი მადლობას იმ შიშებს, რომელიც შენ გამოიარე. მადლობა კითხვისთვის და ზოგადად ხო, გულწრფელობა ვთვლი, რომ ქრისტემ თქვა სიმართლე გადაგვარჩენს და ამიტომ ამას ვაწევი მეც ბოლომდე, იმიტომ რომ მე თუ მართალი არ გავხდი ჩემთვთან. სიმართლე, ასე ვთქვათ, სულს აცოცხლებს რა. რომელ შიშებს მოვხდი მადლობას, ხო? მიხარია რომ მარტო მე არ მისვამ ასეთ კითხვებს. არა, ხო, საინტერესოა ეს კითხვები იმ თვალსაზრისით, რომ ამ რაღაცაშიც შიგნით მუშავდება რაღაცეები და ამიტომ ზუსტად ამ კითხვების მერე გამოვდივართ, იხსნება რაღაც ქვეცნობიერში რაღაცა ნეირონული კავშირი და ვიხსნებით და ალბათ ხო ყველაზე ძალიან მარტო დარჩენის შიშს მოვხდიდი მადლობას. უკან დაბრუნების შიშს მოვხდიდი მადლობას. სიკვდილის შიშს მოვხდიდი მადლობას. შვილის დაკარგვის შიშს მოვხდიდი მადლობას. ხო, ბევრი ჩამოთვლა შეიძლება რეალურად და ეხა გააზრება მომივიდა, რომ სასარგებლო არის ეს ამბავი და არ იქნებოდა ტყუილად რო არ იყოს სასარგებლო. თუმცა მაინც ვთვლი, რომ პროცენტულად არაპროპორციულად განვიცდი შიშს რა და განვიცდიან ზოგადად ადამიანები რა. ეხა მე ეს რაც დავასახელე ეს რაღაცები არ არის აუცილებელი რომ მე მუდმივად ამას განვიცდიდე რომ სიტყვაზე იქიდან გამოვიდე რა. შეიძლება უბრალოდ დავინახო, შემეშინდეს და ამ შიშით კი არ გავაგზელო ცხოვრება რომ აი მე ხა უკან არ დავბრუნდე, არამედ მეორე დღეს გარკვეული მოქმედებები გავაკეთო, რომ აქ არ დავბრუნდე და არა შიშით რომ აი მე ღმერთო და მოვიკუნთო აი სავარძელში რაც გავატარე, ეს იყო ფაქტიურად უსარგებლო შიში გატარება რა.
ანუ ამ ყველაფერს ყოველდღე ხედავდი რეალურად, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებდი. ანუ მოქმედების გარეშე გამორიცხულია, მაგრამ მოქმედებას ძალა ჭირდება. ძალას კიდე ღმერთი ჭირდება. ღმერთი კიდე ხო გეუბნებით რაღაცნაირად თავისით მოდის რა, ესე დავიწყო ღმერთისკენ სიარული, თუმცა მაინც თავისი გეგმები აქვს რა, როდის მოვა, როდის შეგეხება, როგორ შეგეხება, ამას წინასწარ ესე ვერ გათვლი რა. აი, მაშინ ახლა მე ერთი ესეთი რაღაცნაირი კითხვა უნდა დავსვა. თუ ღმერთი არ მოვიდა შენთან ძალას ვერ ვიპოვი? ანუ აი როგორ შეიძლება სხვაგვარად მოვიხმო და მოვიკრიბო ძალა, რომ გადავლახო გარკვეული სირთულეები. იმიტომ რომ შენ ახსენე რომ ღმერთი როდის მოვა არ ვიცითო. ანუ შენ შეიძლება დაიწყო ღმერთისკენ სიარული, მაგრამ ის როდის მოვა არ ვიცით და აი ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ხო, მე ცოტა სასწარკვეთილი ადამიანის პოზიციიდან ვსაუბრობდი, ალბათ ის რაც სიტყვაზე ხო გამოვიარე. და იმიტომაც ესე მყავს ღმერთი, რომ მე მაგის გარეშე არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში დღესაც მაქვს იმხელა სირთულეები შიგნით ამ რაღაც დამოკიდებულების დაავადებასთან თუ დემონთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ მე ძალა ჩემზე ძლიერი, ანუ იგივე ღმერთი თუ არ შემოუშვა ცხოვრებაში, ნუ რეალურად მთელავს რა ეს ძალა. რაც შეეხება ენერგია, ძალა ნუ რა არის ენერგია, ხო, ბუნებრივია და არსებობს სხვადასხვა ტიპის ენერგიები, 4 ტიპის ენერგია: ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი და ემოციური. ნუ შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ენერგია ღმერთი. დანარჩენი ხო, მე შეიძლება ფიტნესში წავიდე, ვიკაჩაო, ამით ფიზიკური ენერგია მოვიხმარო. ფსიქოლოგთან წავიდე, რაღაცა ემოციებიც გარკვეულწილად დავაბალანსო, თუმცა ემოციები მაინც სულთან არის მიბმული. და ნუ ინტელექტუალური შესაბამისად რაღაცა კურსები გავიარო, იქ რიტრიტები, აი რაღაცები. მაგრამ ნუ მთავარი მაინც თვლი, რომ არის სულიერი ენერგია რა. ვიღაცას ხო ეს რაღაცა ყოფნის საკმარისად და ხო, ნუ ყოფნის და ცხოვრობს რა. მე არ ყოფნის. მე რაღაცა ცოტა მეტი მჭირდება, ასე ვთქვათ, რომ გაუმკლავ. იმიტომ კი არა რომ რაღაცა გაუმკლავდე უბრალოდ იმ ჩემი წარსულიდან გამოყოლი ლამძიმე ენერგიას რა. ეს არსად არ მედის რა. ეს არის და ელოდება, როდის წამიცდება ფეხი, რომ უბრალოდ ისევ იმ მდგომარეობაში დამაბრუნოს რა. ამით იკვებება ის. და უნებრივია, მე მარტო ამასთან ვერ გამომვერი. ძალიან ძლიერია. 40 წელი, ასე ვთქვათ, თაყვანი ვეცი და ბუნებრივია, ამიტომ ძალიან ძლიერია. ყველაფერშია ჩემში. მარტივი გზა ნამდვილად არ არის. ძალისხმევაც ალბათ ყველა სხვადასხვა დოზით გვჭირდება. მე მაინც მგონია, რომ ღმერთი არ გვწირავს არავის და საჭირო დროს ყოველთვის მოდის ხომ. უბრალოდ ჩვენ ადამიანებს ალბათ გვეჩქარება. და სწრაფად გვინდა ხოლმე ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ ეს გამოცდილებაც ალბათ ჩვენი გასავლელია რა, უნდა გავიაროთ. ესე მოხდა და სწავლობთ კიდევაც ამ გამოცდილებებიდან ძალიან ბევრს. მოდი, რადგან ნაბიჯები ახსენე, ცოტა დასასრულისკენ რომ მივდივართ, ეხლა ნაბიჯებზეც ვისაუბროთ, ხო? მნიშვნელოვანია, კარგი ეს ყველაფერი ვიცით, განვიცდით ამ ყველაფერს, მაგრამ აი რა ვქნათ პრაქტიკული რჩევები, შენ ბევრ ადამიანთან გაქვს შეხება, ბევრ ადამიანს ეხმარები, იგივე მენტორობით, იგივე იოგის მასწავლებლობით და ასე შემდეგ და რა ნაბიჯები გვიშველის, რომ ვაღიაროთ ეს ჩვენი შიში, თვალში გავუყაროთ და მე დავიწყოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ მე შიში დავძლიო და წინ წავიდე. ხო, ნაბიჯები. აღიარება ახსენე, საკმაოდ კარგი რამეა რეალურად ეს რაღაცა და გავიხსენებ ჩემ თავს ყველაზე ძალიან მიჭირდა ამის აღიარება.
და ზოგადად ესე ვიზდება ადამიანი რა, ბავშვიდან მოყოლებული, მით უმეტეს ბიჭები ესე ვიზდებოდეთ, მით უმეტეს 90-იანები, რომ ვაჟკაცი არ უნდა გეშინოდეს არაფრის. ქალაჩუნა ხო არ ხარ, ტირილს თუ დაიწყებდი გოგო ხო არ ხარ, რაღაცა და ეს გაჩნდა ის რომ მე არ უნდა მეშინოდეს არაფრის. გვასწავლეს ასე და ეს ჩავიბეჭდეთ მერე ტვინში. კი ბატონო და ყველაზე ძალიან გამიჭირდა ამის აღიარება რომ მეთქო რომ მეშინია. და მე რეალურად მომცა ამ რაღაცა საზოგადოება არის ესეთი, სადაც ვეხმარებით ასე თქვა დამოკიდებულებს. არ ვახსენებთ ხოლმე რაღაც ესია ანონიმურად დაცული ეს ამბავი და ამ საზოგადოებამ მომცა ჩამიხუტა ესე მითხრა გვიყვარხარ და გჭირდები ისე როგორიც ხარ და თქვი რა თუ გეშინია ამის გამო შენ არავინ არ განკითხოს და რეალურად მეც თქვი რომ ხო აი აქაც მეშინია, აქაც მეშინოდა, იქაც მეშინოდა და ასე შემდეგ. ნაბიჯი ერთია რა რეალურად რომ სიმართლე თუ არ თქვი საკუთარ თავზე, თუ არ ვილაპარაკე, უბრალოდ ჩაიკირება ის ყველაფერი, ის ყველა ემოცია, რაც მაქვს რა და საბოლოო ჯამში ამ ჩაკირული ემოციების გამო გზნობს სულად ადამიანი, რომ ეტირება და ვერ ტირის, შეიძლება ეცინება კიდევაც და ვერ იცინის, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად შეიძლება ბავშვობაში შეიძლება გვეუნეოდნენ რაღაცა, იცინი ხარ საზოგადოებაში რაღაცა და ეშინია და ვერ იძახის რომ ეშინია. ეს კეტავს სხეულს და ჩაკეტილ სხეულში ვერ მოძრაობს სასიცოცხლო ენერგია და ამიტომაც გზნობს სულად თავს ადამიანი. შესაბამისად მე თუ არ დავიწყე რაღაცების აღიარება ჩემ თავში იმ ემოციების ვერ გალღვება ჩემში ეს სხეული რა. და ამიტომ ნაბიჯებიც ეგ არის რა, უბრალოდ უნდა დავიწყო ჩემ თავში აღიარება, თუ მეშინია, თუ მძულს ესეც უნდა თქვა რომ მძულს, თუ მშურს ესეც უნდა თქვა რომ მშურს და საწყისში არ არის ეს აუცილებელი რომ მე გამოვიდე და საზოგადოდ ვილაპარაკე. უბრალოდ ჩემ თავთან ეს რაღაცები ვაღიარო. თორე დღეს რო ადამიანს რაღაცა კითხო, ეგო ჩვენში ისია რომ რას ქვია მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ და ზუსტად მეორე წუთში შეიძლება გააკეთოს ადამიანმა და ეს არის რომ სიმართლე რა ილაპარაკე, არავინ არ გიწეს რაღაცა მედლებზე არ არის აქ საუბარი რა. რაც ხარ ის იყავი რა, მაგრამ არ არის მარტივი ხო? სიმართლის ლაპარაკი, იმიტომ რომ ეგო ბობოქრობს ჩვენში რა. რას ქვია? მე ესეთი კლდევა მოსილი, მაგარი წარმატებული, ყველაზე ზდილობიანი და ყველაზე ის ტიპი და ყველაზე უშიშარი და ყველაზე ძლიერი, როგორ თქვა, ეხა უძლური ვარ, ან მეშინია, ან რაღაც. არ უშვებს ჩვენი ამღზდელობა ამ ყველაფერს რა. არის რაღაც სტერეოტიპები. უნდა გადავაბიჯოთ რა ეგოს რა. ეგოს გადაბიჯებაზეა საუბარი რა. აღიარება პირველი ნაბიჯი, საკუთარ თავთან ხო არავინ არ გვისმენს და საკუთარ თავს რო ვუთხრად მე რა მოხდა. და მეორე ახსენე შენ გაზიარება და იმ ადამიანებისგან იმ სიყვარულის მიღება და იმის შეგრძნება რომ გიღებენ. აქ ხოქრება უკვე ის შიში, რომელიც დაკავშირებულია ძვირფასი ადამიანების დაკარგვასთან, საკუთარი თავის დაკარგვასთან და ასე შემდეგ. აი ეს გაზიარება ალბათ მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ხო? მაგარი და ზოგადად საზოგადოებას ამის დეფიციტი აქვს რა. დღეს ძალიან იშვიათია ისეთი სამეგობრო წრეები, სადაც ერთმანეთს ესე გულწრფელად კი არის, მაგრამ აი ესე გულწრფელად თავიდან ბოლომდე რომ დაიცლები, შეიძლება იყოს რაღაც თითებზე ჩამოსათვლელი მეგობრები, ხო? ზოგადად ესე გუნდს რო უთხრა, ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა და მე იმ საზოგადოებაში ეს
ეს რესურსი მაგრად ვიგძენი რა. მაგრამ ყველას არ აქვს დომა ხო ესეც საზოგადოებასთან და ერთადერთი ოჯახი ითვლება ყველაზე ისეთი ახლოს რა და ოჯახში უნდა დავიწყოთ ეს რა. რომ აი ერთმანეთს ვუყვებოდეთ ჩვენ შინაგანზე და ამის გამო არ კონდეს მოლოდინი რომ ვერ გაგვიგებენ, დაგვჩაგრავენ, კუთხეში დაგვაყენებენ, დაგვცინებენ და ასე შემდეგ რა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიწყოთ მოსმენა უბრალოდ ერთმანეთის, რომ რას ლაპარაკობს და რომ შევხვდები ოჯახის წერს ის კი არ გკითხო საქმეები როგორ მიდისო. როგორ გძნობ თავს პირველ რიგში ეს კითხვა დაუსვა. როგორ ხარ ხო? და არა საქმეები როგორ მიდის ხო? იმიტომ რომ საქმე დადგა იმაზე წინ ვიდრე მე შიგნით რას გძნობ. თუნდაც ბავშვი სკოლაში რომ მიდის, ნიშანი რა მოიტანა ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვაზე რა განწყობით მოვიდა სახლში. ან როგორი იყო მისი დღე? ან როგორი იყო მისი დღე. ამიტომ თან მithumetes და იკეტება ბავშვი ხო, მოვიდა ერთხელ და ვერ მიიღო ის ნიშანი, ცუდად იყო სიტყვაზე, უთხრა დედას ან მამას და იმის გამო რომ სიტყვაზე რაღაც არაუშორს ხვალ უკეთესად ყველაფერი იქნება, რაღაცა კუთხეში დააყენეს, გაუბრაზდნენ რაღაცა და всё, ჩაიკეტა, უნდობლობა გაჩნდა რა. ესეც დასწავლადია, ხო? არ არის ყველა მზად, რომ გულწრფელად მოგისმინოს, გულწრფელად გაგიწიოს ემპათია. და რომ ამ დროს რაღაცა გვერთვება ადამიანებს, რომ რჩევა უნდა მისცე, უნდა გაკიცხო და ეს მოსმენა და თანაზიარი ყოფნა ადამიანთან იმ სიტუაციაში, განსჯის გარეშე, ეს რთულია. ეს ყველას არ შეგვიძლია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ეს დასწავლადია. იმიტომ რომ მოდის პროტესტი, მოდის კრიტიკა, რომ როგორ გახდი ასეთი, შენ ეს როგორ შეგეშალა, მე ასე აღგზარდე შენ და შენ კიდე ასეთ შედეგს მაძლევ, აი რაღაცნაირად ეს მოდის შინაგანად და თუ დავფიქრდებით და გავაცნობიერებთ როგორ ვიქცევით, მერე ალბათ დადგება ის მომენტი, რომ ემპათიური ვარ, მესმის მე შენი და შემიძლია შენს ტყავში შემოვძრე და უპირობოდ მოგისმინო განსჯის გარეშე და მე უკვე როგორ შევთანხმდებით შემდეგ ნაბიჯებზე, ეს უკვე ალბათ ერთობლივი გადაწყვეტილების ამბავია და მე ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, პრაქტიკულად რა აქტივობები დაგეხმარა, აი აღიარების შემდეგ, იმის შემდეგ, რომ იპოვე ადამიანები, ვისაც უზიარებდი ამ ყველაფერს. ხა ეს პრაქტიკული აქტივობების რჩევა რომ მოგცე, რომ ამ მომენტში რაზე ვიფიქროთ, რა ვაიძულოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთოთ. ბევრი რაღაც ჩამოთვლა შემიძლია, შევეცდები რომ და შევამოკლო ეს ყველაფერი. მოდი, მნიშვნელოვანი 3 გითხარი. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 3. მნიშვნელოვანი 3. შემზღუდავი რწმენა დაჯერებების ჩამოწერა და ახლით ჩანაცვლება ავხსნით ან ხო, რაღაც მოკლე კომენტარი რო გავაკეთო. ანუ შემზღუდავი რწმენა დაჯერებები ეს არის ჩვენი პროგრამები, რითიც ქვეცნობიერად მოქმედებთ. ანუ რაღაცამ საზოგადოებამ დამაჯერა, რომ შენ რახან დაიბადე მძღოლის ოჯახში, შენ აუცილებლად მძღოლი უნდა იყო, იმიტომ რომ ბაბუაც მძღოლი იყო, ასე შემდეგ. ну დამაჯერეს რა და მეც დავიჯერე რომ ჩემი ცხოვრება მძღოლობაა რა ასე ვთქვათ და მთელი ცხოვრება შეიძლება მართლა მეჯეროს რომ გასაქანი მეტი არ არის რა ეს არის ჩემი ცხოვრება და გავხდე აი დაახლოებით ესეთი რაღაცებით კარ არის დახუნძლული ადამიანი ძალიან ბევრი რა რაღაცა დიდი ფულის უკან ბოროტება სიტყვაზე და აუცილებლად ქალიშვილი უნდა გათხოვდე და რაღაცეები, თორე არავინ არ წაგიყვანს და ასე შემდეგ, ხო, გვაქვს რაღაცეები და ამას ქვია შემზღუდავი რწმენა დაჯერება, ანუ რაც წარმატებაში ცხოვრებაში გვიშლის ხელს და ეს თუ არა ამოუყარეთ ძველიდან და შევხედეთ რომ ვაფშე მინდა რომ ჩემ თავში იყოს რეალურად და აღნიშნა რომ ვაფშე ესენი ჩემი არ არის რა, არ ვფიქრობ საერთოდ ესე რა, ბებია მითხრა ვიღაც მეზობელმა მითხრა ვიღაცებმა და ამას ანაცვლებ თავიდან რომ არა მე მჯეროდა ესე რომ სიტყვაზე დიდი ფული ბოროტება იყო დღეს მჯერა რომ პატიოსანი შრომითაც შეიძლება რომ დიდი ფული შევს ადამიანი აი ესეთი რაღაც ეს ერთი
რახან შიშებზე დავიწყეთ ლაპარაკი, აი შიშების სტატისტიკა. აი ეს ვახსენეთ, ხო? ძალიან კარგი პრაქტიკაა და ამასთანავე ნუ შიშების გამოძახება რა, ახლა ვისაც მძიმე შიშები აწუხებს, ნუ ესეც ძალიან კარგი რაღაცაა და მე ყოველ შემთხვევაში შიშებიდან გამოსვლაში ძალიან დამეხმარა რა. და მესამე მედიტაცია. და შემიძლია ვთქვა, რომ მედიტაციაში თუ დახელოვნდება ადამიანი, აბსოლუტურად ყველა პრაქტიკას მოიცავს ეს ჩემთვის რა. იმიტომ რომ მედიტაციით მე ვსწავლობ ამ ჩემ გონებასთან და აზრებთან ესე დგომას. ანუ აზრი მოდის, მოხვება მას ენერგია, მოხვება ემოცია და მერე სხეულში ფსიქოსომატური სიმპტომი. ხო? და მარყევს რა, ეხა ეს 1000 აზრი მოდის და ხან იქით მიმახეთქებს, ხან იმას გზნობ და ანუ რეალობასთან თან ეს ძალიან მოწყვეტილია და მედიტაციაში მე ვსწავლობ რას, რომ ეს აზრები მოდის, თავიდან არის წვეტიანი, მერჭობა, ასე ვთქვათ და მტკივა რა, შინაგანს ამყაროს. მე ეს აზრები გლუვდება და ბოლოს მეხება და ვაფშე აღარ მტკივა რა. იმიტომაც ზიან ესე რა, ეხა ბუდისტები ამ საათობით მედიტაციაში რომ რეალურად გონებასთან მიდის მუშაობა რა. იმდენად როგორ ხდება რა, იმორჩილებ გონებას რა, ანუ სადავეებს ასე ვთქვათ იმორჩილებ გონების რომ მე ნუ თავისუფალი ხდები რა. ანუ მე ხა ესე რომ მოგაქანოს, ეგრე აღარ არის რა. ხო და ეგ არის რა, ფაქტიურად ხო? ანუ მე გონება სული და ჩემი სხეული მყავდეს დამორჩილებული და მედიტაციაში სამივე მუშაობდება. უნებრივია. всё რა. მნიშვნელოვანი სიტყვა თქვი, გავხდე თავისუფალი. გავხდე თავისუფალი. იმიტომ რომ მე თუ ჩემი გონება მართავს, მე თავისუფალი არ ვარ. თავისუფალი ვარ, როცა მე ჩემ გონებას მართავ. ანუ თავის უფალი სიტყვიდან გამომდინარე, თავის მფლობელს ნიშნავს, ხო? უნებრივია. ანუ სადავეები უნდა მქონდეს, თორე ერთი ძალიან ცნობილი გურუ ახსენებს, რომ გონება ჩვენი ბასრი დანასავით არისო რა. და თუ ამის ხმარება არ იცი, შეიძლება თავი დაიზიანო, ხო? მაგრამ თუ კარგად ხმარობ, შეიძლება ძალიან ბევრი საჭირო საქმე გააკეთო. ამიტომ ანუ მე უნდა ვიცოდე რეალურად ამის ხმარება და ამის ხმარებას მედიტაციით ვსწავლობ რა. აი დაახლოებით რა ავიღო, ეხ ჩემიდან გამომდინარე, ჩემ თავში ანუ ქარიშხალი იყო რა. რა ვიცი, ცუნამი იყო სულ, ანუ ვერ ვაფშე, აი სარეცხის მანქანა, რომელიც 1000 ბრუნით ტრიალებს და მედიტაციით ჩამოვიდა ეს რაღაცა 800 ბრუნზე, მე რაღაც 700 ბრუნზე და ეხა შემიძლია ერთ წინადადებას ესე 1 წუთის განმავლობაში დავაკვირდე, რა უნდა, როგორ უნდა, რატომ უნდა და ასე შემდეგ რა. ამიტომ მედიტაცია არის ჩემთვის ნომერ 1 პრაქტიკა რა, მაინც რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ღირებული და ბევრ სიღრმეს შევეხე. ამიტომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვთხოვ, რომ გვიყუროს, გამოიწეროს ჩვენი არხი და აუცილებლად გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები, იმისათვის რომ ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო კონტენტი შევქმნათ ხოლმე და მოკლედ ადამიანს უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს და მთავარია ეს ყველაფერი ისე მოვიხმაროთ ჩვენ შიშებიდან დაწყებული, სხვა ემოციებით დამთავრებული, რომ საკუთარი თავი არ დავჩეხოთ და არ დავაზიანოთ და აი ეს გზა ამოვიცნოთ, სად მაფერხებს ჩემი შიში და სად მაძლევს შიშის სიგნალს, რომ დროა მე უკვე წინ წავიდე. ეს ყველაფერი ჩვენ ხელთ არის და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ნათელი მაგალითია დღეს ჩვენი სტუმარი აი ამ ყველაფრის. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, მეც ვიტყვი ბოლო ორ სიტყვას. ძალიან დიდი მადლობა, ხო, ესეთი საინტერესო თქვენი არხისთვის და პოდკასტებისთვის. ზოგადად კარგია რომ რეალურად ამაზე დავიწყეთ ადამიანებმა და ქართველებმა ლაპარაკი, იმიტომ რომ ნუ ტანჯვაში
ვატარებდი და ბევრს ხედავდი, რომ რეალურად ატარებდა ჩემს გარშემო ადამიანი და ნამდვილი თავისუფლება თულმე სხვაგან ყოფილა და არსებობს ხსნა, გზა, გამოსავალი და შესაძლებლობები თან სულიად დღეს იმდენი ინფორმაციის საშუალება არსებობს, რომ ადამიანს თუ უნდა, რომ რაღაცა გამოვიდეს იმ არასასრული მდგომარეობიდან აუცილებლად ამას გააკეთებს რა. მხარდაჭერა არის რა. ზევიდან ადამიანებისგან ყოველთვის მხარდაჭერა არის, თუ ადამიანი ირჩევს ნათელ გზას, აუცილებლად მხარდაჭერა ექნება. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.